საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. აპრილის ბოლოდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მობილურზე შეტყობინებებს გაუგზავნის, რა სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიან მოსახლეობას. ეს პროექტი საშუალებას მიცემს და ეს სისტემა გლეხებს, რომ აწიონ დააკლონ წამლობების რაოდენობა და მხოლოდ შეწამლონ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს იქნება საჭირო. იგებს აერის ტენიანობას, იგებს მიწის ტენიანობას, ტემპერატურას, აერის მიწის. კონკურსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 ღირსშესანიშნავი ადგილის გამოსწავლენად მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი მოსწავლეებს ტოპ 7-ში მონაწილეობის მიღებას თავაზობს, როგორია კონკურსის პირობები და რა პრიზები ელით გამარჯვებულებს. იდეა, რომ ახალგაზრდობა დაინტერესდება. ახაშენში 4 ვარსკვლავიანი 35 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, როდის დასრულდება 2 მილიონიანი პროექტი. საზღვარგარეთ განათლების მიღების უპირატესობები. რა პერსპექტივა აქვთ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ? ჩართვა საფრანგეთიდან წარმატებულ მაგისტრანტ ნატო მამუკაშვილთან. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახო დილის საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani tv.com-ზე, Facebook-ის გვერდზე, მოგწებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილქნეძე, მაგდისაცსა და მაი ვიდეოზე. აპრილის ბოლოდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს SMS შეტყობინებებს გაუგზავნის. გზავნილში მითითებული იქნება მცენარის შეწამვლის რეკომენდირებული თარიღი დაავადების გავრცელების რისკის შესაბამისად. ასევე იქნება ინფორმაცია შეწამვლის ტიპის, წამლის დოზისა და ჯგუფის შესახებაც. ამ ყველაფერს კი აგრომეტეოროლოგიური ქსელი უზრუნველყოფს, რომლის ერთი სადგური ჩუმლახში დამონტაჟდა. დანადგარი 5 კილომეტრის რადიუსში მდებარე სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებს მოიცავს. პროექტი საპილოტია და პირველ ეტაპზე მხოლოდ კახეთში განხორციელდება. რა სარგებელს მოუტან სადგური ფერმერებს ვერა იეშვილი დაინტერესდა. მცენარეთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მოსავლიანობის გასაზრდელად და პროდუქტის ხარისხის ასამაღლებლად მალე გურჯაანში აგრომეტეოროლოგიური სადგურების ქსელი შეიქმნება. ერთი სადგური, რომელიც ავსტრიული წარმოებისა აღჭურვილია 10 სენსორით და ყოველ საათში ერთხელ ამინდის 10 პარამეტრს მაღალი სიზუსტით ზომავს, უკვე დამონტაჟდა ჩუმლახში ფერმერ მალხაზ ჯოხაძის ნაკვეთში. ამინდის პროგნოზის მონიტორინგი, ჰაერის და მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი დაავადებების ზუსტი განსაზღვრა. სწორედ ამ ინფორმაციას მიიღებენ მეტეოსადგურების დახმარებით ფერმერები, რათა დროულად მოახდინონ შეწამლა და გადაარჩინონ მოსავალი როგორც მავნებლებისგან, ასევე კლიმატური ცვლილებებისგან. ეხლა უფრო მეტი პერსპექტივაა ამ ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, რადგან ეს გვაძლევს წინ და წინ ინფორმაციას, რომელიც იგებს აერის ტენიანობას, იგებს მიწის ტენიანობას, ტემპერატურას, აერის მიწის, ასევე მცენარეთა დაავადების წინათ პროგნოზს გვაძლევს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ უკვე ჩამოყალიბებულად იმ მიმართულებით, რომ აი რა სჭირდება დღეს, მაგალითად ვენახს რა სჭირდება ატამს, ვაშლატამას. ხო და ამით უფრო მეტი იმედი მაქვს და მეტი იმედი გვაქვს ყველას, რომ გავიგებთ წინ და წინ რისთვის შევემზადოთ. ძირითადად ეს პროექტი საშუალებას მიცემს და ეს სისტემა გლეხებს, რომ დააკლონ წამლობების რაოდენობა და მხოლოდ შეწამლონ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს იქნება საჭირო. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ხარჯების შემცირებას და პროდუქციის უფრო მაღალ ხარისხს და ჯანმრთელ პროდუქტს. კახეთში აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. მათი წარმომადგენლები გურჯაანელ ფერმერებსა და მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. აგრომეტეოროლოგიური სადგურების გამოყენება, ვთქვათ, ადაპტირებულია ევროპის ქვეყნებში და სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ჩვენი რეგიონისთვის და არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის სიახლეა და მსოფლიოში თითქმის უმეტესი ქვეყანა სოფლის მეურნეობას აწარმოებს აგრომეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციების გამოყენებით. ეს ფერმერს საშუალებას აძლევს, რომ ნაკლები დანახარჯებით მიიღონ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ თემაზე, რომელიც ეხება აგრომეტეოსადგურების გამოყენების საშუალებით
სასოფლო-სამეურნეო კულტურების სოკოვანი დაავადებების გავრცელების პროგნოზირებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად მხარი დავუჭიროთ შემდეგი ფაზები, ეხლა მესამე ფაზა მიმდინარეობს უკვე ევროკავშირის და ვაპირებთ, რომ ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ევროპაში ძალიან აქტიურად არის დანერგილი და აქტიურად ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება ფერმერებისთვის და ეს იქნება უფასო ჩვენი ფერმერებისთვის, იქნება ევროკავშირისგან საჩუქრად ეს ინფორმაცია შეუძლიათ გამოიყენონ აქტიურად, შეამცირონ პესტიციდების გამოყენების ხარჯი და მიიღოთ უფრო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. მეტეოსადგურებიდან დაავადების სავარაუდო გავრცელების რისკის დადასტურების შემდგომ კახეთში 8-ვე მუნიციპალიტეტის ფერმერებს april's ბოლოდან უფასოდ გაეგზავნებათ SMS შეტყობინება. რეგიონის მასშტაბით კი ასეთ რეკომენდაციას სულ 7795 ფერმერი მიიღებს. კონკურსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 ღირსშესანიშნავი ადგილის გამოსავლენად გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ტოპ 7 გამოცხადდა. მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი კულტურული და საინტერესო ადგილები ფოტოზე უნდა აღბეჭდონ. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს და მათ საჩუქრები გადაეცემათ. კონკურსი გურჯაანში ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. როგორ უნდა ჩაერთონ კონკურსში მოსწავლეები და რა აუცილებელი პირობები უნდა დააკმაყოფილონ? დეტალურად ეკა თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. 7 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო გურჯაანში. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი ცხადდება სახელწოდებით ტოპ 7. მონაწილეებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 ღირსშესანიშნავი კულტურული ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო ადგილების ფოტორეპორტაჟი უნდა წარმოადგინონ ამ ადგილების ტექსტური აღწერითა და ტექსტში მოცემული ინფორმაციის წყაროს მითითებით. მიზანი არის რომ განვითარდეს ტურიზმი გურჯაანის რაიონში და უფრო დავაინტერესოთ ტურისტები და შესაბამისად უკვე გამზადებული მარშრუტები მივცეთ, რომელთაც შეიძლება რომ დავაინტერესოთ და ჩამოვიყვანოთ. ეს თავისთავად ცხადია ხელს შეუწყობს უკვე შემდგომი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რაიონში, რომელიც ძალიან გვჭირდება. მონაწილეებმა კონკურსის რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილონ, მათ შორის მასალა უნდა შეიცავდეს საინტერესო ადგილებს საინტერესო ისტორიებით. ყველა ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსანტის მიერ. სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამებით მანიპულირებული ფოტოსურათები კონკურსში არ მიიღება. სურათი უნდა იყოს JPG ფორმატში და მინიმუმ 1600 პიქსელი. ფაილის ზომა კი 5 მეგაბაიტს არ უნდა აღემატებოდეს. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისიც, რომ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა აუცილებლად უნდა იყოს კონკურსანტის საცხოვრებელი სოფლიდან ან ქალაქიდან. იმ შემთხვევაში, თუ 7 ფოტოდან ერთზე მეტი ეკლესიაა, ეს მხოლოდ ერთ ფოტოდ ჩაითვლება. გარდა ამისა, აუცილებელი პირობაა, რომ 7 გადაღებული ფოტოდან ერთი ღვინის მარანი, ერთი კი მუზეუმი იყოს. კონკურსში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნებისმიერი კლასის მოსწავლეს შეუძლია. პირველ ეტაპზე თითოეული სკოლა მაქსიმუმ 3 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც შემდეგ რაიონის მასშტაბით გამართულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. იმედია, რომ ახალგაზრდობა დაინტერესდება, რადგან თვითონ ამ კონკურსის შინაარსი ადამიანისაგან მოითხოვს პატრიოტთან დამოკიდებულებას, ინტერესს თავისი კუთხის განვითარებისა და ასევე იმ უნარების გამომჟღავნების შესაძლებლობას, რაც ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენს მოსწავლეებში არის, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა კონკურსებში საკმაოდ წარმატებულები არიან. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, ვისაც კონკურსში მონაწილეობა და მშობლიური რაიონის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა სურს, შეუძლია ფოტოების გადაღებას შეუდგეს. კონკურსი დღეს გამოცხადდა, საინტერესო ისტორია, აღმოჩენილი ადგილი, საუკეთესო ფოტონამუშევარი. ამ ნომინაციებში გამარჯვებულები ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები 28 მაისს გამოვლინდებიან. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის და ბიზნესმენების საჩუქარი ჩუმლაყის საჯარო სკოლას დავით სონღულაშვილის ინიციატივით და ჩუმლაყის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მოსწავლეებს ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და რაგბის ბურთები, ასევე ჭადრაკი, ტენისის მაგიდა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცათ. ფეხბურთისა და რაგბის გუნდების სპორტსმენები კი სპეციალური ფორმები დაასაჩუქრეს. სკოლაში მოეწყო სპორტული მოედნებიც. წესრიგ და სრულად
საფეხბურთო მოედანი, კალათბურთის მოედანი, გადაეცათ ბურთები, როგორც რაგბის, ასევე ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის, სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, შახმატი და ასე შემდეგ და პრინციპში ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც დავიწყეთ ჩვენ და ადგილობრივი ბიზნესმენების ხარდაჭერით მოხდა მათი მხარშედგომით მოხდა ამ ყველაფრის დაფინანსება და შესაბამისად შედეგით სახეზე გვაქვს და რაც უფრო ბევრი ინიციატივა იქნება ბიზნესისგან და ბიზნესმენებისგან, რომ თითოეულ სოფელში აიღო პატრონაჟი და თუნდაც სპორტული მიმართულებით განავითარონ მოედნები და მხარში დავიდნენ, დიდად მადლობელები ვიქნებით. სპორტული ინვენტარი მართლაც მნიშვნელოვანი არის სკოლის მოსწავლეებისთვის, ბავშვები დაკავდებიან მეტად, აქტიურები გახდებიან, თავისუფალ დროს გაატარებენ აღნიშნულ მოედანზე და დაკავდებიან სპორტული საქმიანობით, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს მათ ფიზიკურ განვითარებას. მივესალმები ბატონი დავითის ინიციატივას, გამომდინარე იქიდან რომ მოგომარაგა უამრავი ახალი ინვენტარი, რაღაც კვეთილი აქტიურად ტარდებოდა ხოლმე ჩვენ სკოლაში, მაგრამ ეს არის უდიდესი სტიმული ჩვენი სპორტსმენი მოთამაშეებისთვის, რომლებიც სკოლაში საკმაოდ მრავლად გვყავს. ვფიქრობ, რომ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და ეს დღევანდელი ინიციატივა და სხვადასხვა ინვენტარით მომარაგება ძალიან მაგარია, რადგან ჩვენ სკოლას ყავს საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები და ვფიქრობ ძალიან განვითარდება კიდევ უფრო ჩვენი სკოლის სხვადასხვა სპორტი. სოფელ ახაშენში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს კახური ტრადიციული მეღვინეობა ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული იქნება ვენახები და სასტუმროდან კავკასიონის ხედი იქნება გადაშლილი. სასტუმრო 35 ნომრიანი იქნება და 4-ვე სეზონზე აქტიურად იმუშავებს. პროექტზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები დაახლოებით 1 წელში დასრულდება. ჩვენი კუთხის გარემოშოვანი პროექტი იქნება სასტუმრო ადგილი გადაწყდა, რომ იქნება ახაშენის ტერიტორიაზე ჩვენ აფრის მინდორს მოვეძახი და მისი უნიკალურობა იქნება იმით, რომ მისი იქნება სრულიად განთავსებული ვენახებში. დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი. სასტუმრო იქნება საშუალოდ პირველ ეტაპზე 135 ნომრის ფარგლებში. ჩვენ დავაკვირდებით ტურისტების რაოდენობას, მოთხოვნას და არ გამორიცხავ, რომ შემდეგ წელს ისევ გავაგრძელოთ ჩვენ აი ამ მიმართულებით განვითარება. სამების სახელობის ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ ერთობის ინიციატივით გურჯაანში გამწვანების აქცია დაიწყება. ერთობა ნონეშულის გამზირზე მდებარე ორგანიზაციებს თავაზობს, რომ მათ წინ მდებარე გაზონებზე ყვავილნარი გააშენონ. პროექტის მიზანი ქალაქის იერსახის გალამაზებაა. ჩვენ გვაქვს ისეთი შემოთავაზება, რომ თავარ ქუჩაზე გურჯაანში მოეწყოს აი ვისაც ორგანიზაციების წინ მდებარე ბორდიულების მოწესრიგება. ეს იქნება ამობარვა, დეკორატიული ხეების დარგვა და ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი სახია და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ ქალაქს, ჩვენს თავარ ქუჩას, ჩვენს გურჯაანს ჩვენ მოვუაროთ. საზღვარგარეთ განათლების მიღების უპირატესობები. ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა მიდის უცხოეთში განათლების მისაღებად. ერთ-ერთი წარმატებული მაგისტრანტი გურჯაანის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ნატო მამუკაშვილია. იგი საფრანგეთში ბურგუნდიის უნივერსიტეტში 6 თვეა სწავლობს ინტერკულტურა და საერთაშორისო პროექტების მართვის ფაკულტეტზე. ნატო სტაჟირებასაც გადის ბურგუნდიის მერიაში. იგი ახლა ბურგუნდიის დედაქალაქ დიჟონიდან გვერდება. ნატო დიდი მადლობაა, რომ ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემაში იღებ მონაწილეობას. გვიხარია შენი წარმატებები. პირველ რიგში საინტერესოა, რატომ გადაწყვიტე ბურგუნდიის უნივერსიტეტში ჩაბარება და რა უპირატესობა აქვს საზღვარგარეთ განათლების მიღებას. მივესალმებით ტელეკომპანიის მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ილოცოთ ტელეკომპანია გურჯაანის განსაკუთრებული ტელევიზია, რადგან ძალიან ბევრი წელი მაკავშირებს მასთან. მინდა ხარება, ბევრი სიახლე და წარმატება გისურვოთ. მინდა მივულოცო ტელეკომპანია გურჯაანის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მუდმივად მუშაობს, რომ ეს არხი იყოს უფრო დახვეწილი, უფრო წარმატებული და ნამდვილად საამაყო. დიდი მადლობა მოლოცვისა და კეთილის სურვილებისთვის. არაფერს, მთელი გულით და სულით. მე ახლა
ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ძალიან ლამაზ ადგილას და აქედან რომ გილოცავთ განსაკუთრებით მიხარია. მე ვარ ბურგუნდიის დედაქალაქ დიჟონში, სადაც სწავლობ უკვე 6 თვეა მაგისტრატურის მეორე კურსზე. ჩემს კურსს ქვია ინტერკულტურული და საერთაშორისო პროექტების მართვა. ეს არის მეორე საფეხური, რომელიც დაფინანსებულია განათლების საერთაშორისო ცენტრის და საფრანგეთის მთავრობის მიერ. აქედან გამომდინარე საშუალება მომეცა, რომ წამოსულიყავი საფრანგეთში და გარდა იმისა, რომ მიმეღო ძალიან კარგი განათლება, გავცნობოდი ამ ლამაზ კულტურას და შემდგომ გამეზიარებინა ის ჩემი ქართველებისთვის და ამავე დროს მათთვისაც გამეცნო საქართველო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ყველა სტუდენტი, რომელიც მიდის საზღვარგარეთ, გams თავისი ქვეყნისთვის და ასევე მისი პირადი განვითარებისთვის. ნატო რითი განსხვავდება საფრანგეთის განათლების სისტემა საქართველოსგან? თავად რა გამოცდილებას იღებ? ნამდვილად საინტერესო მაგისტრატურა, ალბათ დამოკიდებულია იმაზეც, თუ რომელ ფაკულტეტს ან რომელ მიმართულებას ვირჩევთ. მე პირადად ავირჩიე ბურგუნდიის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია. იგი იწყება 1423 წლიდან. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდიხარ უცხოეთში, აქ არის ძალიან დიდი ტრადიცია. უკვე ჩამოყალიბებული მიმართულებები. შეგიძლია აირჩიო პროფესიული თუ კვლევითი მიმართულება. ჩემი მიმართულება არის პროფესიული და ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ის, რომ მქონდა პროფესიული სამუშაოები, ჯგუფური სამუშაოები, რომლებსაც პრაქტიკულად ვაკეთებდით სტუდენტები და ეს არის უკვე ძალიან დიდი გამოცდილება და შეგიძლია უკვე გახვიდე შრომის ბაზარზე, რადგან მზად ხარ ამისთვის, რადგან უკვე გიმუშავია რამოდენიმე პროექტზე და ეს ძალიან სასარგებლოა და ხშირად უფრო ადვილია შემდეგ ადაპტირება ამა თუ იმ სამსახურში. ნატო სწავლის პარალელურად ბურგუნდიის მერიაში გადიხარ სტაჟირებას და რამდენად ადვილია სტუდენტებისთვის სამსახურის შოვნა ან სტაჟირების გავლა? რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში სტაჟირების შოვნა ძალიან რთულია, მათ შორის საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაში, საფრანგეთშიც, მით უმეტეს უცხოელისთვის განსაკუთრებით, მაგრამ დიჟონი არის განსაკუთრებით გახსნილი ქალაქი უცხოელებისთვის, უცხოელი სტუდენტებისთვის. სწორედ ამიტომ მათ ყველანაირი შანსი აქვთ, რომ განვითარდნენ, წინ წავიდნენ. მე გავგზავნე CV, ჩემი სამოტივაციო წერილი და ინტერესდა დიჟონის მერია და რომ გამოცდილება მქონდა ჩემს ქვეყანაშიც მუშაობის, ეს მათთვის არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმის, რომ გაამდიდრონ თავიანთი ცოდნა და ამყარონ ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, დიჟონი არის საუკეთესო ქალაქი, ვისაც უნდა რომ ჩამოვიდეს, ისწავლოს და ასევე გარკვეული პროფესიული გამოცდილება შეიძინოს. ყველას ვურჩევ, რომ ამ ქალაქს მოაკითხოს, აირჩიოს დიჟონი და ბურგუნდიის უნივერსიტეტი. მე როგორც ვიცი, ქართულ კულტურასაც აცნობ ფრანგებს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობ. მერიაში ჩემი ერთ-ერთი მისია არის საქართველოსთან სასწავლო გაცვლითი ურთიერთობების მოსინჯვა, ანუ პროექტის შემუშავება, ასევე მონაწილეობა ზოგადად დირექციის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, მე უკვე ჩამოვედი პრეზენტაციით საქართველოს შესახებ, ასევე დამახასიათებელი ქართული კერძების შესახებ ინფორმაცია, ღვინოები, ტრადიციული სამოსი, ისტორია, მათ ყველაფერი აინტერესებთ, რადგან მათთვის უცხოა, ბევრი სტუდენტი არ არის ჯერჯერობით საქართველოდან და პირველი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მოდის და ძალიან დაინტერესებულები არიან და ვფიქრობ, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარდება, რადგან ეს ორი რეგიონი მაინც დამახასიათებელი ღვინით და ასეთი ტრადიციებით უფრო ახლოს არის და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ქართველი სტუდენტებისთვის დიჟონში ჩამოვიდნენ, ისწავლონ და გაეცნონ იმ უძველეს კულტურას, რაც აქ არის და შემდგომ, რა თქმა უნდა, გამოცდილების გაზიარება იქნება მნიშვნელოვანი. ნატო, რატომ უნდა ისწრაფოდნენ ახალგაზრდები, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება და შემდგომ უკვე რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მიღებული განათლება საქართველოს მოახმარონ? პირველი ნაბიჯი, რაც საქართველოსთვის არის გადადგმული, ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ელჩები უცხოეთში და იმ ქვეყანაში, სადაც ვსწავლობთ, იმ ქვეყნის ელჩები ჩვენ საქართველოში. ანუ პირველი ნაბიჯი ეს მეგობრობის, ურთიერთობის, ეს უკვე გადადგმულია და ეს არის უკვე პირველი შედეგი. შემდგომში კარგი სწავლა, კარგი მაგალითი, ქართული კულტურის ჩვენება, ეს არის შემდგომი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ საქართველოს სახეს, საქართველოს იმიჯს ვქმნით უცხოეთში. და შემდგომში ის
გამოცდილება, რასაც აქ ვიღებთ, რომ ჩამოვიდეთ და გავუზიაროთ სხვა სტუდენტებს. მაგალითად, ეს ფაკულტეტი, რომელზეც მე ვსწავლობ, სულ 4-ია საფრანგეთში და საქართველოში ნამდვილად არ არის მსგავსი კურსი, მსგავსი ლექციები, რასაც მე გავდიოდი, ეს არის ინტერკულტურული პროექტები, კულტურათა შორის ურთიერთობა, როგორ უნდა დამყარდეს, რა გზები არსებობს ამისთვის, სად არის კულტურისა და პოლიტიკის გადაკვეთა და რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ზოგადად ურთიერთობებში, განვითარებისთვის და სამომავლოდ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ საინტერესო ფაკულტეტის შერჩევა უცხოეთში წამსვლელი სტუდენტისთვის კარგი იქნება, რომ შემდგომში თავის ქვეყანაში გარკვეულწილად დანერგოს ის ცოდნა, რასაც მიიღებს. რატო დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. იმედია საქართველოში მალე დაბრუნდები და ამ გამოცდილებას გაგვიზიარებ. ძალიან ლამაზი ადგილიდან გვერდთვები. ეს დიჟონის ბიბლიოთეკა ალბათ. ნინო, მე ახლა ვიმყოფები უძველეს ადგილას. ეს არის მე-17 საუკუნის უძველესი კოლეჯის შენობა, სადაც ამჟამად არის ბიბლიოთეკა და ეს ადგილი ეკუთვნოდა ეკლესიას და აქ არის უამრავი სხვა ოთახი და სხვა დარბაზი, სადაც მიმდინარეობდა სწავლება და ძალიან დიდი მემკვიდრეობა არის ეროვნული შემორჩენილი ამ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. არის მუდმივი განახლება ექსპოზიციების და არ ვიცი, წვდომა აქვს სტუდენტებს იმ მასალებზე, რომლებიც მართლაც საოცნებოა და რომელიც ნამდვილად უნდა ნახონ. ეს არის მთელი ისტორია, მთელი კულტურა და რაც თავარია მინდოდა აღმენიშნა, რომ საფრანგეთში სტუდენტებისთვის ძალიან დიდი საშუალება არსებობს, რომ გაეცნონ კულტურას და იყვნენ მის შუაგულში, რადგანაც სტუდენტებისთვის არის ძალიან იაფი შესვლა, თუნდაც სპექტაკლის ნახვა ოპერაში შესაძლებელია 5 ევროთ შეხვიდე იმ დროს, როცა ძალიან ძვირი ღირს ბილეთები, ანუ ყველა საშუალება, რომ კულტურულად განვითარდეს ადამიანი, სტუდენტებს აქვთ ამისთვის. არის ტრანსპორტი, ბიბლიოთეკები, ყველა საშუალება, რომ განვითარდეს სტუდენტი და მინდა რომ ყველას ვუსურვო საზღვარგარეთ განათლების მიღება და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ტელეკომპანია გურჯაანი ასეთ საინტერესო ამბებს ყოველთვის აშუქებს და ცდილობს დაანახოს განვითარება მოსახლეობას და ასევე თვითონ იყოს სამაგალითო ყოველთვის განვითარების მიმართულებით. დიდი მადლობა. საფრანგეთიდან ბურგუნდიის დედაქალაქ დიჟონიდან გვერდთვებოდა ნატო მამუკაშვილი. ნატო ბურგუნდიის უნივერსიტეტში სწავლობს და მერიაში მუშაობს. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ხუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტ პოლ რომენს შეხვდა. დიმიტრი ხუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან ბატონ პოლ რომერთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის მინდა შევეხო ისეთ რეფორმებს, როგორიც არის განათლების რეფორმა, ასევე ისეთ რეფორმებს, როგორიც არის გადახდის უუნარობის შესახებ კანონი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ბატონი პოლი იქნება მიწვეული ჩვენს ქვეყანაში და ის მიიღებს მონაწილეობას ჩვენს ქვეყანაში ორგანიზებულ კონფერენციებში, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ პოლთან ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის კეთების სინაპირეს რეიტინგი, ის ხელმძღვანელობს სწორედ ამ რეიტინგს და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ წარმატებულები ვართ ბიზნესის კეთების ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა. პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ ქართული ოცნების პოზიციები.
თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები ადმინისტრირების კუთხით ბევრ პრობლემას წარმოქმნის შესაძლოა. კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზიც გახდეს. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ეხმაურება. შალვა ალავერდაშვილის თქმით, კანონის აღსრულება განსაკუთრებით რთული რესტორნებისთვის და იქ მყოფი მწევალი ადამიანებისთვის იქნება. მეთვის გასწრება რა თქმა უნდა მისაღებია ეს თემა და მივიღებთ უბრალოდ ადმინისტრირება ამის როგორ მოხდეს როცა ყველაფერზე ანუ ჯარიმას იხდით თვითონ რესტორანი ან იურიდიული პირი სადაც ეს ხდება არის საკმაოდ რთული როცა ქელეხი მიდის ესე ჭირის უფლა 300 კაციდან 200 ადამიანი ეწევა აი ამის ადმინისტრირება რესტორნის მეპატრონი როგორ მოახერხოს ისე რომ არ დაჯარიმდეს საკმაოდ ვერ წარმოგიდგენია ბუნებაში ვერ წარმოგიდგენია დღეიდან დედაქალაქში გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეებს თბილ სერვის ჯგუფის ინსპექტორები დააჯარიმებენ. ისინი თბილისის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ, თუმცა მათ საქმიანობას ამ დრომდე გამართლებელი უნიფორმით, სამხრეთ კამერებით, ფოტოაპარატებით, პლანშეტებით, ყველა იმ აღჭურვილობით, რაც მათ კომფორტულ გარემოს შეუქმნის მუშა პროცესში, ასევე ისინი სარგებლობენ არჩევნების მართვის კოდექსის შესაბამისად და ყველა გამოვლენილი სამართალდამცავი პირის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიება. გამოშვებას საერთაშორისო ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ირანის ხელისუფლება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა. ირანის პოლიტიკა ჩვენგან ითხოვს იმ საფრთხებთან ბრძოლას, რომელიც ირანისგან მოდის და ეს საფრთხები მრავალრიცხოვანი აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ოფიციალური თეირანი განაგრძობს სირიაში ბაშარ ალ-ასადის სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერას. რექს ტილერსონი ასევე შეეხო ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის ხელისუფლება სირიაში, იემენში, ერაყსა და ლიბანში ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებასა და ისრაელზე თავდასხმების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ტილერსონმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ირანთან მიღწეული შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ. სირიის პროვინცია იდლიბში მოსახლეობის წინააღმდეგ ზარინის სითხე გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქიმიური იარაღის გამოყენების ამგრძალავ ორგანიზაციაზე დაყრდნობით როიტერი ავრცელებს. დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, სპეციალური დასკვნა დეტალური ანალიზის შემდეგ დაიდო რამდენიმე კვირის წინ სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული ერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს მიაღწია. ამ დრომდე უცნობია თუ ვინ განახორციელა იერიში, თუმცა მომხდარში დასავლეთი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ბაშარ ალ-ასადი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ზარინის სითხე ფოსფორ ორგანული მომწამლელი ნივთიერებაა, რომელსაც ნერვულ მამპარალიზებელი მოქმედება ახასიათებს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალტრათივიმ გაავრცელა. აფხაზეთში სოფელ პირველგალში ქეცბაიების ოჯახში ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელე გამოისახა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ოჯახის წევრი ამბობს, შემთხვევა 16 აპრილს აღდგომა დღეს მოხდა. ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 2017 წლის 1 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პლანეტოლოგმა ჯეისონ ბარსმა გააკეთა იმის პროგნოზი, თუ როდის შეეჯახება დედამიწას მისი თანამგზავრი მთვარე. მეცნიერების გათვლებით მთვარე და დედამიწა ერთმანეთს დაახლოებით 65 მილიარდი წლის შემდეგ დაეჯახებიან. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანამდე ჩვენს პლანეტას არ ჩაყლაპავს წითელი გიგანტი, რომელსაც მზე ჰქვია. ეს კი შესაძლებელია 6 მილიარდი წლის შემდეგ. გამოშვების დასასრულს ახლა უკას დღის სხვა ამბებს მოგაწვდით. საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები რუსულ გადაცემაში ბოლო წლები აქტიურად მონაწილეობს. გასულ წელს პრემიერ ლიგის ჩემპიონები გახდნენ და ჯილდოც აიღეს. ქართველმა მხიარულებმა და საზრიანებმა ტრადიცია 10 წელს დაარღვეს და მათი მონაწილეობით შოუს მერვედ ფინალი რუსეთის პირველი არხის ეთერში გავიდა. წინა წლების მსგავსად ქართველებმა რუსი მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. ვიდეო სოციალურ ქსელში მძაფრი რეაქციები მოყვა.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა საქართველოს ნაკრებს გუნდის ტრამვის გამო ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი დააკლდება. ახლა ამინდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. დღეს ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გემშვიდობებით ჩაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ყოველდღიურ საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგვწევდეთ ტელეკომპანია გურჯაანი. ვიყურეთ ცილქნედზე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე ნახვამდის.